მე რომ იცოდე რა კარგად სწავლობდა. მე-6 კლასამდე სულ ფრიადოსანი იყო. სულ. სკოლიდან რომ დაბრუნდებოდა, შეხსენება არ ჭირდებოდა. ჭამდა, ცოტას დაისვენებდა და მე კეტი რომ გეტყა თავში, კეტი. წიგნებს ვერ ააგლეჭდი. არა, მაგრად სწავლობდა. რა შეესა? ქიმიის კაბინეტში მილი გასკდა. მერე. რა მერე? მერე აურია. სწავლაზე გული აიცურვა. წიგნების კითხვასაც შეეშვა. რა მოხდა ასზე არა ვარ. თქვენ ბადრი ქვიათ რა? ბადური. ვიცი. ბადური ჯან. მოსწავლე რომ სკოლაში დადიოდა და გაკვეთილები რომ არ იცოდა. მასწავლებელს არაფერი არ უნდა ეთქვა? ბავშვს მარტო სკოლა ვერ აღზრდის. ოჯახმაც უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა. მე ვზრდი. ვაჭმევ. ვაცმევ. ზაფხულობით აგარაგზეც დამყავს. მეტი რა ვქნა. მარტო სკოლა ვერ აუამდით საქმეს. ჩვენ გადავწყვიტეთ დავაწესოთ მშობლის დღე. ეგ რას ნიშნავს? რას დაგვირაში ერთხელ ბავშვის მშობელი მოვა და მთელი დღე სკოლაში იქნება. ლადიკ, ჩააწყო ინსტრუმენტები. რაშია საქმე? არაფერში, ჩვენ მივდივართ. როგორ თუ მიდიხართ? მე და ამ საქმეს ვინ დაამთავრებს? თქვენ დაამთავრებთ. ვითომ ეგრა ხუმრობაა? ხუმრობა აშუაშია. მე რო ვხიკავ, ლესავ, ვღებავ, ამ წვერს რო ყლაპავ. თქვენთვის როდესმე დამეძახნია, მოდით მიშველეთ მეთქი. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. მე მახსოვს სკოლაში რომ დავდიოდი, მასწავლებელი გაკვეთილს გვეკითხებოდა. ახლა არა? არა, ახლა ზოგიერთი იმას ეკითხება, დედაშენი და მამაშენი სად მუშაობენო. არავინ იცის სად მუშაობს ლადო მშვენიერაძის მამა. აჰა. თქვენ გულს ნუ გაიტეხთ, რა მოხდა? ყველა ხომ ვერ გამოვა მუსიკოსი. არა, ისე გონება გახსნილი ბავშვია, მაგრამ რად გინდა? ამას ტინა. შევდივარ კლასში და რას ვხედავ? დაიცით, ვინ არის ის ყმაწვილი? ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხულის ლაურეატი ცოტნე ხმიადაშვილი. თქვენ შვილს ისევე რომ უხარობდეს. მუსიკის გაკვეთილებზე სიჰარული როგორც ჭიდაობაზე. ჭიდაობაზე? ხო, ჭიდაობაზე. თუმცა არც გაემტყუნება სპორტი ახლა ისეთ პატივშია. ლადო მამა, კაცურად ვთხოვ. კარგი. მორჩეთ ახლა ამაზე ლაპარაკს. ჩვენ როგორი პირობა გქონდა? ლადო, რატომ არის? წინ იყურე. მოდი ბიჭო. გამარჯობა. კარგია რომ მოხვედით, დავბრძანდი. ამდენი ხანია მწვრთნელი ვარ. მოკლედ, შენი ბიჭი ტყუილად კარგავს დროს. ჯერ ერთი აცდენს. ზოღლუდობს. მე კიდევ ყველა თავის ჭკუაზე გადახავს. ამას წინა ცოტა შემაგვიანდა მოსვლა.
საქმე ბალეტის სკოლა კი არა მაქვს გახსნილი. არ უნდა გაჭიდაობა და რას ისა? თურმე მუსიკაზე დადის. იაროს ბატონო და დაუკრას, რამდენიც გაუხარდება. ჩვენ კი თავი დაგონებოს. ჭიდაობა სულ სხვა რამეა. ნუ ნერვიულობ, ქალბატონო ნორა. მალია გარაჟებს შავდგავ. იმას აქვს და ხალხ მერე სადიგიჟებენ. ვინ არის ის ნუ? ერთი კვირაა ჩვენ სკოლაში გადმოვიდა. ხوار მოგეთ მოიცა. მოიცა ნუ მირბი. ამ მეოთხედის ბოლოს რა დროს გადმოსვლა იყო? რა ვიცი რა დროს ეგა. აი კომანდარეს მოერი ე? მე ვიღაც შევაჯდე. სად მიდრები? სულ დაკარგა ნამუსი. ძელი არ მოწმიტო ბიჭო. არა ჩვენია? შეხედე. ჩამოდი ზარღვი გამენასკო. აჩუ. ჩამოდი მეთქი. ჩამოდი. მე შემაჯექი. ძალიან გთხოვ. ორ წელს სანამ თავს დაგარტყმევინებდი. ეს არ არის. ჩამოდი რა. რამე ხომ არ გეშლება ჩემი ბიჭი? თავი დაანებე, მე შეგეუბნები თუ რა მეხმარა მილიციას დაუძახეთ. რა საკეთებში მართლა? ერთი ეს ვერ გავაგდეთ ამ ეზოდან. რა ბავში ხარ შენ? იცოდე, მან და ჩამომიყვანა თორემ. კარგი, ეხლა წადი და ეცადე სადმე არ შემხვდე. ისე მამაშენ შეეხვეწე, იქნება ბინა გადაცვალოს. არაფერში არ გამიმართლა მის დედავატირი. იმ ბნელი უშანგის გადაკიდება მაკლდა. პროფტექნიკუმში ხო არ გადავიდა? ოღონდ არ გადაიფიქრო იცოდე. შენი ხუმრე და კარგი ერთი. მე ამაზე კარგ ვარიანტს ჩემთვის ვერ ხედავ. კარგი, ნუ გააჭირეს. მოდი რამასთან ავიდე. ცოტას გავერთობ, სხვა მაინც რა საქმე გვაქვს. შენ ადამიანი. წამო, ხო, წამო. მიმიშვი რა? ეს ჩემი ძმა რამაზ. გამარჯობა. გთხოვთ. ესენი კი მისი კლასელები.
2-6 აგებს შენი ძამიკო. ისევ ზურგზე შეჯდომაზე თამაშობთ? არა, უბრალოდ ვერთობით. წააგე ამერიკანკა. რას ბუდიალობ, რის ამერიკანკა? შენ სულ გაზაფხულში მაგარი დეტექტივი გადის. წასვლა მსულდები და 4 საათიანზე ბილეთაც აიღებ. გასაგებია? რა ბილეთები, როდის დანაძლევთ? შენ არავინ გეკითხება. ჰა, რას ფიქრობ? გავარდი აბა დროზე. კარგი. რამდენი ბილეთი ავიღო? გაითვალე. მე ნიკო. თეა, მე, შენ წამოხვა? თინიკოს არ ექნება? თინიკოს ფულის მეტრი აქვს, მაგრამ ისეთი ეკაპიქს ვერ გაგდები. ეგ ჩემზე იყოს, მე უარს ვერ მეტყვის. ნიკა. თინიკოს გაუმარჯოს. გამარჯობათ ნიკა, სახში ხომ კარგად ხარ? არა ვიშავს, ვარ ძველებურად. ლადო ცოტა ჩქარა ხომ იცი გვაგვიანდება. სად გიჩქარებათ? თუ საიდუმლო არ არის. თინიკო. რაღაც უნდა გთხოვოთ და თუ შეგიძლია. რამდენი გინდათ? 3 მანეთი. რა თქმა უნდა, კინოში მიდიხართ. გოგოებთან. კარგი, მოგცემ ფულს. აქ სულ 80 კაპიკია. სწორია. გამარჯობა ძიაჟორა, გამარჯობა. გაგიმარჯოთ. ძალიან გქონთ ცოტა ფული გვასესხეთ რა. ჩვენები შინ არ არიან და აქ მანეთი და 80 კაპიკია. თქვენ 3 მანეთიანი მოგვეცით. ვალს ხვალ დაგიბრუნეთ. დიახ. ხვალ? აბა ეგრე სალაპარაკოა. გინ ხვალ იყოს გინძებ. ათი კაპიკით მეტი ვერ გამოართვი. იქ ვერ მითხარი? არ ჩააგდოთ ქალბატონო დეიდა. იმევე. უყური ამათ. აბა თქვენ რას მაიმუნობთ აქ? ჩვენ იცით რა. ჩააგდე მეთქი ფული. ჩააგდე ჩქარა. დიდი არაფერი, დედამ შემიკერა. დამას ფული აიღე. სად ახართ აქამდე? ძალიან აქებენ ამ. ამბობენ გადასარევია. ხომ არ მოიწინეთ გოგოები?
არა, რა ქენით? რამაზი იბრძვის. აიღე? მერე თქვენ რა? როგორ თუ რა? თქვენ სადღა მოდიხართ? ვერ ხედავთ? ფილმი ორ სერიანია. თქვენი სამი მანეთით რამდენი ბილეთი მომივიდოდა. მე რომ არ დამემატებინა, ჩვენს გარე დარჩებოდით. ნახე რა იქის რამ. ხო, კარგი, გაანებე თავი. გამიშვირთი, წავიდე. მე წავიდე, ამას როგორ შევარჩენა? ლადო. 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 სადა ხარ აქამდე? რა იყო? სად იყავი? იქ უშანგი დგას ბიჭებთან. მერე? ხმა არ გაუციათ. ძალიან კარგი. წამოდი ვინ გაჩვენო. კინოში არ შესული. რა იყო? მატარებელი ნომერი 356 გამოვიდა მეზობელის ადგურიდან. ვიმეორებ. მატარებელი ნომერი 356 გამოვიდა. ხო, გავიგე. გამარჯობა ზია. იცოცხლე. რა ღირს ეს წვრილი ბარი? რაო? ხო, რა ღირს? შენა შილო თვალის ერთი მიგეძება. ხო, კარგი, მსხვილია. 2 მანეთი. მანეთი? 2 მეტრი. მანეთად მომედა საფში ვიტყვი 2 მივეცი მეტრი. ნეტა შენა შილო, თუ ყიდულო ფიყი. ეგეთ ბალს 3 მანეთადაც ვერ იშო. კარგი, კარგი. ო და ეგრე. შეხერა ბალია, შეხერა.
გამარჯობათ. თქვენი ნახვა გვინდა დიდი ხანია. რა ხდება? თქვენ უნერვიულობთ. რა გინდათ? როგორ უხდება რა? გოგოს არ უნდა, ამან რა დააშავა? სწორი ხარ. ლადო. ლადო. იკა. მოიცა. დასხედით ბავშვებო. დასხედით. წვნარად. სხვა დროს თუ კიდევ დაგჭირდება ლადოს შემოპარება ძალიან გთხოვ ქვემეხს მოესვრი პანჯარას ნიკა გასაგებია მას, გასაგებია. ნარად ბავშვებო განაგრძებ კიდევ გკივა თვალე. ისე რა. რა ვქნათ ლადო? ის კი ვიცი რომ არ შევარჩე. შვენიერაძე რატომ არ გვისმენ? მე არ გისმენთ? გვისმენ? რამაც დაჯექი? შვენიერაძე მოგძალდით დაფასთან. დაასრულე მაგალითი. დაჯექი და წესიერად მოიქეცი. რა შემამჩნიეთ უწესო? სარკეში ჩაიხედე მშვენიერაძე. წესიერება სახეზე გაწერია. ძალიან გთხოვთ, რას თქვენ არ გეხებათ იმაში ნუერები. ახლა დატოვე კლასი? ისთვის? მშვენიერაძე გადი გარეთ. დირექტორთან რომ არაფერი გითხარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართალი იყავი. ყოველთვის მე ვარ დამნაშავე. ყოველთვისო არ მithქვამს მე. აი, ლავრენტისთან კი მომკალი და არ იყავი მართალი. მაგალითი ხომ გამოვიყვანე. მაგალითი კი გამოიყვანე. მე მაგით რა გინდა დაგვიკითხე. რომ უნიჭო ბიჭი არ ახარ და სწავლა შეგიძლია, ხო? მაშ რატომ არის რომ სკოლიდან ყოველთვის შენს გაგდებაზეა ლაპარაკი? აბა ის რა იყო, გირჩევნია სარკეში ჩაიხედო. ანას როგორ დაცინვით მითხრა. მაინც უნდა მოგეთმინა. ასეა საჯირო, ხომ მოითმინა და არაფერი თქვი მილიციაში ვინ გირტყა ასე დაუნდობლად. მოდი ასე შევთანხმდეთ. შენ ეცადე გაკვეთილებზე ცოტა ნორმალურად მოიქცე. ამ წლის ბოლოს მაინც ნუ გადარევ მასწავლებლებს. კარგი?
უშანგის კი მე მოვალაპარაკე. მოდი ნიკა მარტო ხარ? მომემოცას ნიკა. ვინოს არ მოგვიტან ერთად? ლიმონადი მიიღო. ლადო სად არის? არ ვიცი. მე ვიცი. ბაზარშია. უგურგო ბალსებზე. აუ როგორ გამავიწყდა. ხვევით ის გელოდება, შენთან რომ მოდის ხოლმე მაღალი. სახელი არ მახსოვს. შუქრი? არ ვიცი, წამოდი გაჩვენე. სად მიდიხარ? ხვევით კაცი ელოდება. მე ვიცი ვინც ელოდება. თქვენ ესეთ რაღაცებს თავი დაანებეთ. გამიში. ამათ რაღაცა შლებათ. ნიკა, იცოდე ხმას არ გაგცემ. დაჯექი? ლადო. რატომ არ მოდიხარ? რა ვიცი აბა? წამოდი, წამოდი. ძალიან გტკივა. ისე რა. რა იყო? დეიდა ჩემის მეზობელია. ვაშავებთ რამეს? მე დღეს 13 წლის გავხდი. ჯერ კიდევ ბავშვი ვარ. სხვადასხვა ჯულიეტა 13 წლის იყო რომეოს ცოლი რომ გახდა. სამაგიეროდ რომეო შენგან გასხვავებით 17 წლისა იყო. ნინიკო, მოდი რა ნუახვა. როგორ? ისე ნუახვა. ლადო, მე სტუმრები მყავს. ისინი ხომ ჩემთან მოვიდნენ. რადგან მათთან ყოფნა გირჩევნია? არა გწვენია. გწვენია. შენ მართალი ხარ. უნდა წახვიდე. რამაზი გელოდება. უხერხულია. იდიოტი ხარ. ნინიკო, სად აღარ აქ? რა ვიცი, მასწავლებლებს დავიმშვიდობენ. როგორ გეტყობა ახალი რომ ხარ? თავი დაანები ამ ბუტიაობას. დღეს ბოლო დღეა. შეიძლება სექტემბრამდე ვეღარც ნახო. მიდი შეურიგე. მოდი ჩემთან წავიდე. ძალიან კარგი. წავიდე. მომილოცავს გოგოება. ეს ჩემგან. მადლობა. ძალამაზია.
აგერ მარჯი და მესამე რესანის სახლი. ხედა. უყურე ერთი ამას. რას გაძლო ბიჭო, თავი არ გამალახინო. კარგად იყავ. დიდი მადლობა. Volado, dajcie. კარგად იცი, შენზე ახლობელი არავინ მყავს მე. ხარი არ უმწავრedi. ისე ცოტა მოწყენილობა კი აქ. რა ზღვა მაინც. თანაც თევზით წამოვიდა. ერთი წუთით ვერ ვიცი. თქვენ მაღაზიაზე ნუიდარდებთ იარესან. მე აქ არ მოვიწყებ. და ძალიანაც კარგი. ისე მართალი გითხრა ძალიან მიგვირს ჩემი დისაგან. მარტო როგორ გამოგიშვა? ორკაც ვერ დაგუყვან. ბილეთი გააქვთ? არა. მაშინ ამოდით. რომულის გამომარჯოს, რომულის არ დაგუყვან? ამოდით, ამოდით. ბიძიგო, აქ ადგილი აღარ არის და ზურზე თუ შეგისვამს არ ვიცი. როგორ არ არის ადგილი? აბა, გაიჩაჩეთ, ცოტა უკან. Pomzaj, gente. Esquina ragazzi. Vedi, გავავართ ეს გიტარა და მოუვარე თვალიშინები თუ ძმახა, მოუვარე. გავავართ. Argindola, tu sigudili argindola,
ფეგისა. წავედი დასე. წავედი. ადლობა, დიდი მადლობა. არა, აბა. აბანდის, მოგზანდით. მადლობთ. კიდე შევხვდებით, აბა რა იქნება. მადლობთ. კარგად იყავით. ბიძია, რამდენი უნდა ბათუმიდან? კაცზე თუმანი. 12 მანეთს მოგცემთ. ჩვენ არ ვიცოდით და ამიტომ მეზარება ლაწირაკების წაყვანა. გადაიხადეთ 20 მანეთი და გამანებეთ თავი. ამას რომ აკლია? კაი, 3 მანეთი თქვენი კონცერტისა იყოს. აქ უნდა იყოს სადღაც. ქალიშვილო. მე მეძახი? თუ შეიძლება ერთი წუთით. სალამი, რა გნებავთ? ხომ არ იცი საცხოვრობს აქ ნატო ურუშაძე. თბილისიდანაა. ასე წახვალთ პირდაპირ. მოუხვევთ მარჯვნივ. არა, მარცხნივ. მერე აღმართია პატარა და იქ ადგას მათი სახლი. ლადო, ნიკა. საიდან როგორ? თბილისიდან მოდიხარ? თბილისიდან კი არა. გეოლოგებთან ვარ ქვემოთ. აქედან 16 კილომეტრია. მოფიქრეთ სოფელში ავალ ცუდ და ხაერს ჩავყლაპავთ. გადასარავი ბიჭები ხართ რომ ამოხვედით? იცით აქ რა მოწყენილობაა? რა ვერ ერთობი ჩემ და ნინიკო? ვინ ნინიკო? ვაშაძე? ნინიკოს აქ რა უნდა? როგორ თუ რა უნდა? თქვენ ერთად არ უნდა წამოსულიყავით აქ? შენ არ მითხარი? მე გითხარი? მას თქვენ ნინიკოს სანახავად ამოხვედით აქ. მართალია. მე კი დავაპატიჟე ნინიკო, მაგრამ ვინ გამოუშვა? აბა ბიჭები უყოფილიყავით, კარგია გეოლოგებთან. ნატო. სად არის ნინიკო? ზღვაზე არიან იზა დედამისი. ოღონდ ბათუმში თუ ქობულეთში ეგ აღარ მახსოვს. აბა დაუჩქარეთ, თორემ დაგვიყვამდება გზაში. წავედით. სახლში წაი, ბიჭიკო, სახლში. ძია, ბათუმისკენ იქნება რამე? ბათუმისკენ? ახლა რომელი საათია? აწი რაღა იქნება. კაცს რომ ამისთანად გულს საჭმევ, იცოდე ის კაცი არ გიყვარს. მაცალე. რომ ჩამოხვედი, ხომ მითხარი ჩვენებმა გამომიშვესო, ამის მერე დაიფიცე ბათუმში ჩავალ ამ ხანაკთანო და სადღაც დასაკარგავში გიკლია თავი. რამ წაგიყვანა ბიჭო იმ სიშორეზე? მოკლედ. ძალიან კი ვიჭირს, მაგრამ ჩემი დის გადაკიდება შობია შოვში დაგაბრუნო. მე შენ აქ ვერ გიპატრონებ. ეს ამბიზია. მე მაინც არ გავჩერდები აქ, მაგრამ შოვში ჩვენებთან არ წავალ. არ წახვალ? აბა რასაპირებ? არ ვიცი. როგორ თუ არ იცი, ეგ რა პასუხია? მოკლედ, შარში კი გამხვია ჩემო ძმაო.
შარში. ახლა სხვაში რო ვიქნები. იქ საქმე ვაკეთო თუ იმაზე ვიმტრიო, თავის შერახუსტური მოგივლის კიდევ. მოკლედ. იჯექი აქ. ფეხი არ მოიცვალო. ახლა ვემოვა. კაკო, გეფიცები. ერთ წუთსაც არ გავჩერდები ზედმეტს. ბავშვს ჩავაბარებ მშობლებს და ვერ გაგიშვებ, ვერა. არ იცოდე მაინც რა დღეში ვართ. მე რაღა ვქნა ამის დედავადი. მონკალი და ბიჭი საქ მარტო დატოვება არაფრით არ შემიძლია. ლადო, თუძმა ხარ ერთი 6-5 წამომი. ესა? ო, ცოდი არ შეგიტოქტეს თორემ? თხილად ბიჭო, თხილად. ნელა. ნელა ბიჭო, ნელა. ო? დაგ. ჰა? დაგ მეთქი. ლადო, ცოტა შეგვაშველი ხელი. თავს ნუ მომიჭრე ბიჭო ამ ხალხში. აბა ჰე, ყოჩაგა, თორემ წაგვივიდა თევზი. ბიჭი მე მგონია ცუდად არის და მიხედე, ცუდად ხარ? ია. ჩადი ქვემოთ და მირხვედაძე კი. ჩადი ხო? უკვე ვიყავ. წამო. დაუს. აბა. აბაში აჯიკა ჩვენებული. კი თევზია. არ გაფუჭდება მე. რა ბიჭო? რა და თევზი? გამოყვანილია ბიჭო ეს თევზი საგანგებოდ. ამის გაფუჭება ვის გაუგია? თუმცა შენ ისე გაინტერესებს ზღვა და თევზი როგორც რა ვქნა რესან ბიძია? ვერავიტანე გემიდა. თავმოყარეობა უნდა კონდეს მეტი. ვაგლახად სხვას რა ვადავაცინიებ თავს. პატარა აღარ გეთქმის აწი. შენი ხნის ბიჭები ოჯახს პატრონობენ. თუმცა შენი რა ბრალიერა, ჩემ მადამ და სიძემ გაგზარდეს ასე და რა სიზამ ახლა? მოუკრა პირი. კი. გოდიში მომხადე მამაშენთან. ასე ხელცარიელს არ უნდა გიშვებდე, მაგრამ მარტო ხელაკაცის პირობაზე. რას ამბობ, რესამბიძია? ხელცარიელი კი არა? ამ სიმძიმეს ტარება არ უნდა. მაგისი შენ ნუ გედარდება. ჩემი ხელით ჩაგიდებ მანქანაში. ჯემალა ისე დადის. შუა დღემდე თბილისში იქნებით. მე იქ მამაშვილი ერთ ჩანთას ვაერავით რომ. მაგის თქმა არ მინდოდა. კარგი, დავწეთ ახლა რა. მოგვადგება ის კაცი უთენია და ცერცხვილია ლობინში რომ დავხვდეთ. ლადო. თოდეს ხმერთმა გული მტკივა ასე რომ გიშო, მაგრამ უნდა გამეგოგაცრად. ესმის რეზამბიძია. აგაშენოს ხმერთმა. აბა, დავიცინოთ ახლა, დავიცინოთ.
გამარჯოს ხობულეც. პირველად ვარ, ხომ იცი? მეც პირველად ვარ. ისევ სანაპიროს დაუყვეთ. ლადო აქ პლაჟი 15 კილომეტრზეა გაჭიმული. ამ ხელამანძილი ფეხით ჩემამ ტერმა გაიარა. იცი რა? მოდი შენ ავტობუსზე დაჯექი, გადი ქალაქის ბოლოში და იქიდან ფეხით ნაპირ-ნაპირ წამოდი. მე კი აქედან წამოვალ. თითოეულ 7 კილომეტრამდე მოგვიწევს. როგორია? კარგი. თუ გინდა მე წამოვალ იქიდან აქეთ. მოდი რა ვაშკაცურად დღეს თავი დავანებოთ. ამ ორ დღეში მგონი 200 კილომეტრი მაინც გავიარეთ. იკა, აქედან ბათუმამდე გლისერით რომ წავიდეთ, რამდენი დაგვიჯდება? არ ვიცი. რა იყო? ფული რომ გქონდეს, გლისერს ავიყვანდით და ერთბაშად დაუვლიდით თელ პლაჟებს. თანაც გლისერზე დურბინთიც აქვს. კი, მაგრამ ფული საიდან ვიშოვე? აბა, დაიგედა ბაზარი, დაიგედა. აბა, ელა, წინ უყურე, წინა. ელა, აბა, შეაპირი დაგირი. აბა, გადადი ფეხი. ელა. ელა. აბა, მიჩი გადადი ფეხი, აბა, წავე. ეს ბიჭი სადღაც მინახავს. არ ვიცი. მე პირველად ხარ. რასაც იგაცო მაგბი, საქმეს მიხედე მე ფულს უხდეო. ფული უნდა და მუშაობა არ უნდა, კაცო ყავ კიდე. რა ვიყავი ბიჭო, რა ვიყავი. აბა შევასწოროთ მარტო კისერი თუ დამამოკლოთ ცოტა სულ გადამპარსეთ ნოზე ანგლობ არა მე კი დილიდან ლუკმა არ ჩამსვლია პირში ადექი უნდა წავიდე შესვენება მაქვს მე რომ თავის დროზე ცოლი შემერთო ახლა შენ ხელა შვილიშვილები მეყოლებოდა ბაშკაც შეფერის რასაც შენ ახლა აკეთებ არავითარ შემთხვევაში არ მესმის რაზე მელაპარაკე ზეკ არ ესმის ბიჭს რაზე ელაპარაკებიან აბა მითხარი რატომ უნდა გადაიხოტრო თავი გცხელა იქნება ჯარში გაგიწვიეს გონია ვერ ხვდები რაშია საქმე არავითარი კაპიტულაცია ესმის ყაზვილო ისინი ღირსნი არ არიან ვინ ისინი ქალები რომ გიყვარს ეს უკვე ბედნიერება აბა რა აზრი აქვს ჩვენ სიცოცხლეს უსიყვარულოდ შენ უნდა გიხაროდეს უნდა მღეროდე უნდა ფრენდე იმიტომ რომ გიყვარს თმა კი არ უნდა გადაიპარსო უფრო კოხტად უნდა შეიკრიჭო და საერთოდ საკუთარ ღირსებას პატივი უნდა სცე
თინკო უთხარი შენ ძმას გადამაწევინოს. მოიცა ნელა ბიჭო. კიდევ არის რამე გასაკეთებელი. შეგიძლია მიბრძანდე. რატომ აღარ გამოიარე? იცი რა დრო გავატარე? ჩამოვიდა? რა ვიცი, ტელეფონს არავინ იღებს. წამოდი ავხედოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო ბავშვებო ამ ბედნიერ დღეს. ისურვებ წარმატებას სწავლასა და შრომაში ჩვენი სამშობლოს სადიდებლად. მადო. მოდი აქ, მოდი ჩემთან ჩემი ბიჭი. მე? ხო. მოდი აქ, მოდი. კარგი. მოიცა. გამხელეთ ხური გაგზრდი ამ ზაფხულს. ჩვენ ერაძე ასე დადით და თვალით არ დამენახოთ. აბა, გლასებში ყველა. პატუცემლო, იცით რა? მე რა შუაში ვარ?